ეს 11 წლიანზე გადაყვანა ესე იგი რამდენად დასაბუთებულია მაშინ, როდესაც შარშან მთელი სასკოლო სისტემა გადაიყვანეს 9 სავალდებულოდან 10 სავალდებულო კლასამდე და სადაც დასაბუთება იყო ესეთი, რომ დროზე ადრე გადიანო სკოლებიდან, მე დროზე ადრე თხოვდებიანო და რაღაც ოჯახებს ქნიან, დროზე ადრე იწყებენ მუშაობას და ჯობია რომ რაც შეიძლება დიდხანს ყავდეს სისტემაში. ეხლა ერთ წლის მერე გონებია რომ ჯობია რომ რაც შეიძლება ადრე დაამთავროს, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს მუშაობა, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს დამოუკიდებელ ცხოვრება და რომელსაც დავუჯერო ჩაშანდელ არგუმენტებს თუ წლევანდელ არგუმენტებს. ერთი იგივე ხალხი გვიმტკიცებს ორივეს. თვალს ერთი და იგივე თებს თუ ერთი და იგივეა. მაშინაც კობახიძეა. ეხლაც კობახიძე. ანუ არანაირი განსხვავება ამ ხალხში არ არის. მაშინ იყო კობახიძე, ეხლა კობახიძის ალტერ ეგო არის ალბათ, ანუ მეორე ფიცობი. ეს მიქანაძე, ეხლა რომ მინისტრია, მაშინ იყო განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. კანონი რო შეიცვალა, სადაც 9 წლიანი და 10 წლიანზე გადავიდა. მიქანაძე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეხლა მიქანაძე იღებს გადაწყვეტილებას, რომ გახდეს რეალურად 10 წლიანი, სულ საბოლოო ჯამში. ხო და რომელ მიქანაძეს დაუჯეროთ, შარშანდელ მიქანაძეს თუ წლევანდელ მიქანაძეს? შარშანელმა მიქანაძემ გადაწყვიტა, რომ სკოლებს ქონდათ უფლება, რომ არაგრიფირებული სახელმწიფოებით ეხმძღვანელად. თუ ისინი ჩათმდნენ საჭიროდ, ერთადერთი დათქმა იყო, რომ თვითონ დააფინანსონ. ეხლა ეუბნებიან, რომ არაგრიფირებული კი არა, გრიფირებულიც ერთი გექნება. ხო. ერთი წლის თავზე და რა მოხდა ამ ერთ წელიწადში რო ვიკითხოთ, ხო? რა მოხდა და სახელმწიფომ გააწყვეტა, ანუ პარტიამ გააწყვეტა, რომ მეტი კონტროლი დაამყაროს სისტემად. სხვა არაფერი არ შეცვლილა, ბავშვები ხო არ შეცვლილან. არ შეცვლილან.